როგორც დაგპირდით, დღეს მოგიყვებით ფლორენციის ერთი ძალიან საინტერესო ადგილის შესახებ, რომელიც თუ საშუალება მოგეცათ, აუცილებლად ნახეთ და გაეცანით მის ისტორიას. შეგახსენებთ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოიწონოთ ვიდეო და გამოიწეროთ ეს არხი. საუბარია ჯორჯო ვაზარის დერეფანზე, კორიდორიო ვაზარიანო, რომელიც მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა კოზიმო პირველი მედიჩისა და არქიტექტორ ჯორჯო ვაზარის მიერ. მისი სიგრძეა დაახლოებით 1 კილომეტრი და ის იწყება ჩვენთვის უკვე ცნობილი პალაცო ვეკიოდან. გადაჭრის მდინარე არნოს, გაივლის პონტე ვეკიოს თავზე და სრულდება პალაცო პიტის კუთვნილ ბობოლის ბაღში. საკმაოდ ხანგრძლივი დროით იყო დაკეტილი კორიდორიო ვაზარიანო ტურისტებისთვის. საბედნიეროდ, ცოტა ხნის წინ ის გაიხსნა და ეხლა შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ტურისტს ეწვიოს და ნახოს ის შიგნიდან და გაიაროს ზუსტად ის გზა, რასაც გადიოდნენ თავის დროზე მედიჩების ოჯახის წარმომადგენლები. მუზეუმის და სხვა ბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით WhatsApp-ში, Telegram-ზე ან Facebook გვერდზე. ბილეთების წინასწარ და ონლაინ შეძენის შემთხვევაში აღარ მოგიწევთ საკმაოდ დიდ რიგში დგომა. დერეფანში ყოფნის დროს წარმოვიდგინეთ, თუ როგორ გადაადგილდებოდა ერთი პალაცოდან მეორეში ეკატერინე მედიჩი, როგორ გაჩერდებოდა ერთ-ერთ საიდუმლო ფანჯარასთან და უყურებდა და უსმენდა თუ რა ხდებოდა პონტე ვეკიოზე, სადაც ჩქეფდა სიცოცხლე. პონტე ვეკიო საკმაოდ მნიშვნელოვანი ხიდი იყო ძველი ფლორენციელების ცხოვრებაში, სადაც ვრცელდებოდა ცხელ-ცხელი ამბები, ობდნენ პოლიტიკაზე და სხვადასხვა საკითხებზე. აქვე იყიდებოდა თევზი, ხორცი და იყო საკმაოდ ხმაურიანი ადგილი. სწორედ ამ ხმაურისა და სუნის გამო, ესე ვთქვათ, შეწუხდნენ მედიჩები და გადაწყვიტეს გაეყვანათ ამ ხიდიდან ხორცის და თევზის მოვაჭრეები და შემოეყვანათ იუველირები. ოქრომჭედლობის ტრადიცია დღემდე გრძელდება პონტე ვეკიოზე. დერეფანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს. სხვადასხვა ცნობებით აქ ინახებოდა ხელოვნების ნიმუშების დიდი კოლექცია, რომელიც გადაურჩა ფაშისტური გერმანიის აგრესიას. დერეფანი ასევე იყო მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს ერთადერთი შემაერთებელი საშუალება, რადგან გერმანელებმა ყველა ხიდი აფეთქეს გარდა პონტე ვეკიოსი. თქვენ ახლა კადრში ნახავთ, თუ როგორ მდგომარეობაში დატოვა ფაშისტური გერმანიის ჯარმა ფლორენცია და როგორ ცდილობდა იტალიელი ხალხი გადაერჩინა მისი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. ასე რომ მედიჩების ეპოქაში აშენებული ეს დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული აღმოჩნდა მე-20 საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ ის და გამოიწერეთ ჩვენი არხი, იმისთვის რომ მოგვეცეს სტიმული და მომავალში კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები შემოგთავაზოთ.